სოფლიო დღეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე ყოველ წელს აღინიშნება. წელს ის ადამიანები უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 63 წლის თავს ეძღვნება. ევროპის სახლში სახალხო დამცველის აპარატმა და დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა და დიპლომატიური კორპუსი მიიწვია. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. ევროპის სახლში მიწვეული სტუმრები იმ ნაბიჯებს განიხილავდნენ, რომელთაც უფლებათა დაცვის კუთხით 2011 წელს განხორციელდა და იმ გამოწვევებზე საუბრობდნენ, რომელიც ამ სფეროს მიღწევებს მოღვაწეებს მომავალში ელოდებათ. მუდმივად მთელ მსოფლიოში გამოიყენება იმისთვის, რომ ყველას კიდევ ერთხელ შეახსენოთ, თუ რაოდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა. მათ შორის საქართველოშიც ამ დღეს ჩვენ ყოველთვის ვიკრიბებით, აღნიშნავთ ამ დღეს დიპლომატიურ მისიებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ადამიანის უფლებები და პატივი ვცეთ მათ. ადამიანის უფლებები ღირებულია ყველგან, იქნება ეს საქართველოს შეერთებული შტატები თუ რაიმე სხვა ქვეყანა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ უფლებების დარეგულირება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც ადამიანებს არ აქვს საშუალება ისარგებლონ სრულიად საკუთარი უფლებებით.